ღმერთის სახელით, მოთხალე, გულებისა და მზერების გარდამქმნელი, დღის და ღამის მმართველი, ყოველი მომენტის მეგზური, აგვიყვანე საუკეთესო მდგომარეობაში. უპირველეს ყოვლისა აუცილებელია ღრმა სამძიმარი გამოუხადოთ უზენაესი ლიდერისა და ქვეყნის ერთგული მსახურების გარდაცვალების გამო. ამ ქვეყნის საყვარელ და ჰივსეულ ხალხს სამძიმას უსხადებთ. ახალი წლის დასაწყისში ყოველთვის საკითხული ლოცვა განსაკუთრებულია. ვთხოვთ ყოვლის შენძლე ღმერთს, გააუმჯობესოს ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობა და შეცვალოს ჩვენი გულები. ამი. მის გზაზე ხელმძღვანელობასა და მიზანზე, მეძეთ იმას, რაც მას მოსწონს. მინდა ვხვა შემდეგი, სეონს ორი დიდი და კურთხეული მოვლენა ემთხვევა ამ დროს. ერთი არის ჩვენი ნოვრუზი და მეორე ჩვენი წმინდა ეიდალ-ფიტრი. ნოვრუზი ჩვენს მდიდარ კულტურასა და ტრადიციულ რწმენაში, ჩვენს ქვეყანაში საუკუნეებისა და ათასწლეულების განმავლობაში ყოველთვის ახალ დასაწყისად ითვლებოდა ცხოვრების საფუძველია. ჩვენს კულტურაში ნოვრუზი ღრმა განახლებაა. ამიტომ ვცდილობ დავივიწყოთ ყველა ძველი ცხენა გულისცხრომა და წარსული გაუგებრობა. წელს უფრო მეტად ვიდრე ოდესმე გჭირდება ნოვრუზის განახლება, რომელიც ხაზს უშუამს ერთობას, შეჭიდუობასა და ეროვნულ სოლიდარობას ჩვენს კულტურაში. ჩვენ ამას მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ. აუცილებელია ძველი ცხენა გვერდზე გადავდოთ. უნდა დავანგრიოთ ყველა ბარიერი და შეთანხმება, გავაერთიანოთ ჩვენი ძალები და მოუტანოთ სიამაყე ჩვენს საყვარელ ირანს. ამ ქარიშხლიდან და კრიზისიდან გამოვალთ, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. მკერბის არე ძუძუებს გავს. გათავისუფლით წყენებისგან და ისწავლე დააფასო სიყვარულის ღვინო. ეხლა ეიდალ-ფიტრის განსაკუთრებულ მომენტს მივადექით. მას შემდეგ, რაც მთელი თვე ვცდიმოდით პიროვნულ განვითარებას, გრძნოთ, რომ სინამდვილეში ფიზიკურად ვიღლებით. მუსიკა, ახალი პერსპექტივა და ახალი რწმენა. ეს ორი ელემენტი ერთად იქნა შერწყმული, ეს დაფუძნა ამ ღრმა სულიერ რწმენაში. ჩვენ ყოველთვის ლოცულობდით ღმერთო დააპურენ სოფლიოს ყველა ღარიბი და მშიერი. განაგდე ყველაფერი ბოროტი, რაც გვტანჯავს. გთხოვ ახლავე ეს გააკეთო, თავი მიუძღვნა ავადმყოფებისა და ტანჯულთა განკურნებას. ვინც ჭეშმარიტი რწმენა და სარწმუნოება აქვს, ვერასდროს წაართმევს სიცოცხლეს, უდანაშაულო არსებას. გახსოვდეს ეს დღეს და ყოველ დღე ჩვენს რეგიონში, სადაც ცხოვრობთ. ისინი სასტიკად კლავენ და ბოლოს ამბობენ, ღმერთო გამოასწორე ყველა არეულობა მუსლიმანთა საქმეებში. ანუ ღმერთს თხოვე რომ გამოასწოროს. Os problemas e corrupções, რაც ჩვენ შორის, მუსლიმებს შორის არსებობს. ჩვენ არ გვაქვს განზრახვა, ისევე როგორც მუსლიმურ ქვეყნებს შევქმნათ განხეთქილება. ჩვენ არ ვეძებთ კონფლიქტს ან ომს ისლამურ ქვეყნებთან, ისინი ჩვენი ძმები არიან. ეს კონფლიქტი, რომელიც წარმოიშვა, გამოწვეულია ცბიერი მტრის მიერ, რომელიც ამ მეთოდით და ამ ქცევით ჩვენ შორის, მუსლიმებს შორის, ჩვენ საზოგადოებაში პრობლემებს ქმნის. სწორედ ამ წმინდა ქვეში ყოველგვარი მიზეზისა და ლოგიკის გარეშე, რაც ძვირფასმა ლიდერმა თქვა, მათ წამებულებად გვაქციეს ყოველგვარი მიზეზისა და ლოგიკის გარეშე, წამებულებად აქციეს ჩვენი მეთაურები და მინისტრები ყოველგვარი მიზეზისა და ლოგიკის გარეშე. ისინი, ვინც საუბრობს ადამიანის უფლებებზე და ადამიანობაზე. უდანაშაულო ბავშვები 168 სკოლაში ნეფთაფში, მათ მოკლეს ეს უდანაშაულოები და მათი ზურგჩანთები ჯერ კიდევ აქ-ხრია. მთელი ცხოვრების იმედებთან და ოცნებებთან ერთად, რომლის განვლაც სურდათ. ესენი არიან, ვინც ხშირად ვაპარაკობენ ადამიანობაზე და ჩვენს თვალწინ ადამიანის უფლებებს აფრიალებენ. ჩვენი ძირითადი რწმენა არის კაცობრიობის მსახურება. ჩვენი რწმენა ყოველთვის გაუწოდოთ მეგობრული ხელი ნებისმიერ გაჭირვებულს და დავეხმაროთ ყველა ადამიანს, ვინც ავადაა. როდესაც ისინი თავიანთი სიტყვებით, სოფლიოში ჩადენილი ქმედებებითა და გაჟღერებული სლოგანებით დამნაშავეებად გამოგვსახავენ. ჩვენ არასდროს გვისწრაფია ბირთვული იარაღისკენ. ყოველჯერზე უზენაეს ლიდერთან წარდგომა თავდაცვის დასაწყებად ხდებოდა. მეთაურები იქ იყვნენ და უზენაესი ლიდერი ყოველთვის მტკიცედ აცხადებდა, რომ ბირთვული იარაღი რელიგიური კანონით აკრძალულია. ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს არ შეუძლია იმოქმედოს, ან იფიქროს კიდეც ბირთვული იარაღის შექმნაზე.
მაგრამ იქ აშშ-ში თუ და მისი პრეზიდენტი მსოფლიოს აცმუნებენ თითქოს ჩვენ ბილთული იარარისკენ მილდიოდით. ისინი ცდილობდნენ დაგბრალებოდნენ მასობრივი განადგურების ხელშეწყებაში. სამწუხაროდ მსოფლიო მედია ამ სულ ნაბიჯებს იღებს და ამის საფუძველზე აცხადებს, რომ სუდ ბრძოლა მათ წინააღმდეგ, ვინც რეგიონს არასტაბილურს ხდის. ისინი ფიქრობდნენ, რომ თუ ჩვენი საყვარელი ლიდერი მოწამეობრივად დაიღუპებოდა, თუ მეთაურები მოწამეობრივად დაიღუპებოდნენ, ქვეყნის სტრუქტურა დაინგრეოდა. ექსპერტთა ასამბლეამ მაშინვე აირჩია ჩვენი საყვარელი ლიდერი, აიათოლა ხამენეი. მათ აირჩიეს იგი და მან ძალითა და სიმტკიცით გზა გაკვალა და საქმე გააგრძელა. ისინი მტკიცედ იდგნენ ამ კრიტიკულ მომენტში მებრძოლები სწორად და დაუღალავად იბრძვიან, თავს იცავენ დიდი ძალითა და სიმტკიცით. აქ ბასიჯის და უსაფრთხოების ძალებიც არიან. ის ფაქტი, რომ ყველა ის ადგილი, სადაც ისინი მუშაობდნენ და ცხოვრობდნენ, ამ პერიოდში ქუჩებში იყო დაზარალებული, რათა დაეცვათ და უზრუნველეყოთ ხალხის უსაფრთხოება, იყო განსაკუთრებული რამ. მადლობელი ვარ ამ ძვირფასი ადამიანების. და გარდა ამისა აუცილებელია, რომ ჩვენ ასევე დავაფასოთ ის მომსახურება, რომელიც თავდადებულმა თანამშრომლებმა მუნიციპალიტეტებში გასციეს. უღრმეს მადლობას უხდით ყველას, ვინც მოხალისეობრივად ქუჩებში ეხმარებოდა. ჩვენმა მთავრობამ აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა ამ პერიოდში, რათა არც ერთი სერვისი არ ყოფილიყო უყურადღებოდ დარჩენილი და არ მომხდარიყო არანაირი შეცდომა. ასე იყოს, ირანელებს საზღვარგარეთ მოუწოდებ ჩამოვიდნენ. გავიწმინდოთ სულები და ცოდვები, დაავტოვოთ ცხენა უკან ახალ წელს. ერთიანობითა და თანხმობით, თავდაუზოგავად ვიმუშაოთ ირანის აღმავლობისთვის. ჩვენს ძვირფას და პატივსემულ მეზობლებს, რომლებმაც ირანს რკალი შემოარტყეს. თქვენ ჩვენ ძმები ხართ, მიუხედავად პრობლემებისა და კორუფციის ჩვენს ურთიერთობებში. ჩვენი ლოცვაა, რომ ღმერთმა დაგვეხმაროს ამ კორუფციისა და ამ უთანხმოებების აღმოფხრაში. ზადვართ თქვენთან ერთად ყველა პრობლემა გადავჭრა ძვირფასებო. და ნებისმიერი საბაბით. საბოლოოდ ჩავარდით მახეში, რომელიც მტრებმა მოგვიმზადეს და ეს ღიად განვაცხადეთ მსოფლიოსთვის. ჩვენ არ ვცდილობთ არეულობის შექმნას რეგიონში. ჩვენ არ გსურს ქვეყნებს იძულებით მოუხდეთ იარაღისა და საბრძოლო მასალის დაგროვება მხოლოდ თავდასაცავად. შემდეგ კი ელოდონ დაესხმებიან თუ არა თავს საკუთარ ტერიტორიაზე. ჩვენ არასდროს გვიფიქრია სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევა. ნამდვილად არ გვინდა, რომ მთელი რეგიონის უსაფრთხოება და სიმშვიდე დაირღვეს. რადგან ეს ისეთი გამოწვევებია, რომელთა მოგვარების სრული უნარი თავადაც შეღწევს. ერთმანეთის დახმარებითა და მუდამ ხელი-ხელთ ჩაკიდებულმა სვლით, ამის მოგვარება შეგვიძლია. ეს გზავნილია ისლამური ქვეყნებისათვის. მოაგვაროთ საკითხები და პრობლემები, სადაც კორუფციაა. ეს არის ღვთისწმინდა ბრძანება, რათა ჩვენ თვითონ შევძუოთ ჩვენი პრობლემების მოგვარება. ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე ამის მედიაში გაშუქება და ამ რწმენის საკუთარ ხალხზე გადაცემა. ამბობენ, რომ ირანი რეგიონში არასტაბილურობის მიზეზია. მაგრამ დაიჯერეთ და თქვენ თვითონაც უნდა გჯეროდეთ და იცოდეთ. და სინამდვილეში თქვენ იცით, რომ სწორედ ისრაელია ის, ვინც ნამდვილად იწვევს არეულობას, არასტაბილურობას, გენოციდს, ტერორიზმს და საშინელ დანაშაულებს მთელ რეგიონში. ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო და მეგობრებო, მყარი ერთობითა და ორმხრივი თანამშრომლობით ჩვენ ავაშენებთ ჩვენს ირანს და მოუტანთ სიამაყის ღრმა გრძნობასა და კეთილდღეობას მთელ ჩალხს. მეზობელ ქვეყნებთან მშვიდობითა და გულწრფელი მეგობრობით ჩვენს მთელ რეგიონს მივიყვანთ სიმშვიდისკენ, სრული განვითარებისა და მუდმივი ეკონომიკური პროგრესისკენ. ჩვენ შეგვიძლია მეზობელ ქვეყნებთან ერთად და ჰარმონიაში დავამყაროთ ხანგრძლივი უსაფრთხოება და სოციალური კეთილდღეობა მთელ რეგიონში. ოდაა თო ღმერთს, ორი შენძლესა და ყოლა ძლიერს ამ კურთხეულ დღეებში, რომ მან გვიზღვეს და დაგვეხმაროს ჩვენი ისტორიის ამ რთულ ეტაპზე, რომელშიც ვიმყოფებით. უკიდურესად გრძნობიარე და უდიდესი მნიშვნელობის მქონე ეტაპი. იმისთვის, რომ კვლავ დამყარდეს მშვიდობა, უსაფრთხოება, სიმშვიდე და განვითარების გზა. რომ მან ეს გზა ჩვენ მუსლიმებს დაგვიდოს. განაშოროს ნავთობი, განხეთქილება და ომი ჩვენი რეგიონიდან. კიდევ ერთხელ თავდაბლად ვთხოვ ყოვლისშენძლე და მოწყალე ღმერთს ამ საკითხზე, რომ მან თავისი უსაზრო მოწყალება მიანიჭოს ჩვენი საყვარელი რევოლუციის ლიდერის ამაღლებულ სულს.
მამას მეთაურებთან და საყვარელ ხალხთან, მიწეოდა უცოდველ ბავშვებთან და ყველა უდანაშაულო ადამიანთან ერთად, რომლებსაც ასე ტრაგიკულად და უსამართლოდ წაართვეს სიცოცხლე. და მან ისინი თავისი მარადიული მოწყალებით შეიფაროს და უდან მტკიცენი და გამძლეები გაყვადოს ჩვენი საყვარელი ერის ამაღლების, მარადიული სიამაყისა და სუვერენიტეტის გზაზე. გეხმარონ და გაძლევთ თქვენ ძვირფასო მოქალაქეებო ჩემს სიტყვას, რომ ჩვენ და მთავრობა სრულად თქვენ სამსახურში ვიქნებით, კეთილშობილო ხალხო. ვიმედოვნებ, რომ ეს სირთულეები და დაბრკოლებები რაც შეიძლება მალე დასრულდება, რათა ჩვენი ცხოვრება სიამაყითა და ღირსებით, მშვიდობასა და სიმშვიდეში გავაგრძელოთ. თქვენს გვერდით და ისლამურ ქვეყნებთან იყავით ბედნიერები, წარმატებულები და გამარჯვებულები.